დღეს სამსახურში არ ხარ? არა, დღეს საფრანგეთის საელჩო ისვენებ. ჟანადარკის დაბადების დღეა. გილოცავ. ელენე, ესე იგი, შენ თუ სამსახურში არ მიდიხარ, იმ ლურჯ თლიან საყურეს მათხოვებ. და ის მუშაობ დღეს? ხო, მუშაობ. ელენე, საერთოდ იცი როდის ვისვენებ ხოლმე? როდის? მაია წყნეთელის დაბადების დღე. ხო, ან მათხოვებ, ხო? და ტატოს რო არ მოეწონეს ეგ საყურე? ელენე, ტატო მე მხოლოდ უკვე როგორც თანამშრომელი ისე მაინტერესებს. ავიღო ხო? მაგას ადრეც ხო ამბობდი. ძალიან ცხელა ამ სახლში. ადრე რას ამბობდი? ის ტატო არ მაინტერესებსო თუ საყურე მათხოვე? ლაშა, გეხვეწები, ცოტა ჩაუწიე, დავირჩე. ხო, ცხელა, ძალიან ცხელა ელენე. ძალიან ცხელა. ой, რა კარგი ტელეფონია. ტელეფონიც კარგია და ის საყურეც. არ ჩაირიცხა. რანაირად ჩაირიცხებოდა ელენე, ჟანას დაბადების დღეა და ისვენე. ხო, მართალია. ესე იგი ავიღო საყურე. ოხ ნიკა, გაგიჟდები, სად არის? ნიკა, სად არის? ვინ ჩამიწვინა ეს ლოგის? ვინ ჩამიწვინა? გეხვეწები, სანამ ხელფასი დამერიცხება, შენი ბარათი მათხოვე რა, რასაც დავხარჯე უკან დაგიბრუნე. კი, რა პრობლემაა? ხო. მომისმენე, დღეს შენ არ ახარ სამსახურში? ისვენებენ დღეს ლაშა, ჟანადარკის დაბადების დღეა და ეგ როგორ გამომჩა? ყიდულობთ რამეს გოგოები? ლაშა, გეხვეწები, გამავთვალ ჩაუწე, თორე დავიხჩე. ჩაუწებ, ხო, ისე მართალია, უნდა ჩაუწიო. თორე ხო გახსოვს თეკლა ჟანადარკის ბოლოს ზედმეტ და სიცხემ შეაწუხა და? იცი, აბა. კარგია, ელენე, კარგია, მაგრამ რაღაც აკლია, რაღაც ლურჯი დეტალი, დიდიც არა, კარგი, თეკლა, აიღე. დიდი მადლობა, ელენე, და ის პიჯაკი, წითელი პიჯაკი აქვს, ვარდები რო აქვს, სულ მინდოდა ერთხელ მაინც მივსულიყავი სამსახურში. კარგი, თეკლა, ეგეც აიღე, ოღონდ ხო იცი როგორი ნაჭერია რა, ესი პატარა ცხიმი და მე არ გახსოვს მაშინ კარგი, არ მინდა, რაც მაცვია მეცოს. კარგი. აბა ვინ ჩამიწვინა? აბა გეკითხები, ვინ ჩამიწვინა? ხო, თუ ის არის ვინ ჩამიწვინა? არ ვიცი, შეიძლება თვითონ ჩაგიწვა. ის მულტფილმი ხო ის ღამით სათამაშოებიდან ცოცხლდებიან. ხო და ეგეც გაცოცხლდა, მოვიდა, დაგხედა მძინარეს, მოეწონა და შემოგიწვა. სულ გაფუჭნე რა ეს თოჯინები. ნიკა, მომისმინე, კიდე ერთხელ გაცოცხლდება ეს თოჯინა და მე ვნახავთ როგორ გაფუჭდება ეგ შენი PlayStation. ნიკა, მამა შენი მოვიდა, ქვემოთ გელოდება, გარეთ ძალიან ცივა. თბილად უნდა ჩაბაცვა. ვეჭა, სად მიდიხართ შენ და მამა შენ? ცირკში. ცირკ. მე რამდენად უნდა წახვიდეთ ამ ცირკში ხა? ისეთი პროგრამაა რომ კიდე გინდათ ნახვა? მე რა, მამა ჩემს მოსწონს ერთი აკრობატი გოგო და გამატარებს ასე ბავშვი მჭირდებაო. ხოთა ბაბუ იქნება, დღეს გამირეკა წნევა გამიზომეო, მე კიდე სულ დამავიწყდა. ალო? დიახ? ელენე ვარ. დიახ, კარგად მოვიარე. საელჩოში დიახ. არა, არ მიჭირს დილას ადრე ადგომა. დიახ, ვისვენებთ.
დაბადების დღე როა მაგიტომ. არა, არ ვიცი რამდენის გახდებოდა. მე ვიცი ვინც იქნება, მომეცი. ხო, ნოდარ. კი, სახში ვარ. სახში ვარ, აბარაზე მირეკავ. ხო, რა არის რა გინდა? კი, რა პრობლემა, რამდენი? 8000 გინდა დოლარში? ოქროთი ხო არ გერჩევნია, ნოდა? ხო, კარგი. კარგი, ოღონდ იცი რა არის, ბანკში უნდა შევიარო და მე შეგხვდები და მოგცემ, ხო? კარგი. ხო, გამოვალ. მანქანის გასაღებს ავიღებ და გამოვალ. კარგი, ნოდა, მოვდივარ. ვა. კარგი, ამოდი ახლა შენ ჩაგაცილებ ქვემოთ, მე კოტე ბაბუსთან შევძამ. ხო, ოღონდ ხელი მომკიდე ვერაფერს ვერ ხდება. აბა სად მივდივარ? გამარჯობა, ნუდეიდა. დიახ, ქვემოთ ჩავაცილებ და საპარელო ნიკა, მამა გელოდება ქვევით სხვათა შორის. ესე იგი, აი იმ დღეს ოთებში გამატარეთ, დაგიბრუნეთ ცალოს ხომ არ შემოგიტანით და მოგიტანი ორცხობილად. ჩემი გაკეთებულია ეს კარგი გონოს რაღაც. ძველი პური სულ რჩება. ადრე მეშველიანებს ლეკვირობებათ ეზოში, იმისთვის მიმქონდა ხოლმე, მაგრამ ახლა სოფელში წაუყვანიათ. ხო და ეხლა რომ რჩება ძველი პური, ჩემი ქმარი ემზარი მეუბნება. რა არის ეს პური რო რჩება, ხომ არ გადაყვეთ მე ოთხარი ნუ გეშინია ემსა, ამბობ გავაკეთებ მე ორცხობილად და აი გავაკეთე და მოგიტანი. აიღე, შეგემრიელია ნიკა, შეთვის აუცილებელი, აიღე. მადლობა. ჩავაცილებ და ამოვალ. კარგი. ნახოთ ერთი. ითაუზმიათ უკვე. ახლა ხომად მიირთმევ. ამ სტილოს აქ არ აქვს ხო გამოსხივება. და ლაშას ეს ამბავია, როგორ მაინტერესებს სახშია ლაშა? ლაშა მეხი ფეხის ნამისზე გაგასწროთ. კარგი, ჩაი. ჩაისალოთ, დიახ. თეკლე? და როგორ მომწონს აი გოგო, როგორ მინდა ჩემი ძმისშვილისთვის. იცი რა ბიჭია ჩემი ბაქარი, არაჩვეულებრივი უნიკალური. ჩემი ძმა ხო არის თითისაჩვენებელი, მაგრამ ეს ჯობია. თეკლამაც ეს წუთია გაგასწროთ. არა უშავს, სხვადასხვა დაველაპარაკები. გასინჯე რა ჩემი გაკეთებულია, იცი რა გენდა სანამ არ გასინჯე, აქედან დაწავა. რა მინდოდა იცი ელენე? გუგა რომ წავიდა ის ოთახის ზაურის გაუქირავებია. ყვდები ინტერესით. გეხვეწები, გაიკითხე, გამოიკითხე, ვინ გადმოდის, ვინ არის, იქნებ ვინ შემოდის ჩვენ სადაბაზოში. არ უნდა ვიცოდეთ ვინ არის. გასინჯე გთხოვ, ჩემი გაკეთებული სანამ არ გასინჯა ვიცოდი არ წავა. იცი რა შეგაწუხებდი, მე კი წავიდოდი და მე კი გავიკითხავდი და გამოვიკითხავდი, მაგრამ ჩემ ემზარს უნდა გავყვე, თბილი წინდები მინდა უკიდო, ხო იცი მთელი დღე ეზოში ზება, ფეხები უცინდება. მე რეგროვად გახდეს, მაგის მოვლის თავი არ მაქვს. აი გავსინჯე, ეხა გავსინჯა. გასინჯე? ხო კარგია. აბა შენიცი ჩემო კარგო წავალ ეხლა მე და აბა შენიცი გაიკითხე გამოიკითხე ძალიან გთხოვ კარგი. უი მართლა იცოდეს კილოს ხორთუმი ფანჯრისკენ უნდა ჰქონდეს ბარაკაც ისურა დაიმახსოვრე კარგად. ვერ გავიგე რა ჭირს ამ გოგოს. სად არის ამდენ ხანს? შემოვალო, წნევას გაგიზომავდი. გადამრევს რა ეს გოგო, გადამრევს რა, ვერ გავიგე. რა უნდა გავაკეთო რა, იმისთვის რომ თავი მოვაწონო, ვეღარ გავიგე ბოლო რა. თეკლას? ხო, თეკლას ბაბუ აბა ვის, ხო. რა უნდა გავაკეთო იმის გულისთვის რომ სულ ცოტათი მაინც მიაქციოს ჩემს გზნობებს ყურადღება, ვეღარ გავიგე რა. თეკლა? ო, თეკლა, ბაბუ აბა ვინ? ხო, არა და რა არ გამიკეთებია მისთვის, რას არ ვაკეთებ ყურადღებას ვაქცევ ყველანაირად, მაგრამ არა, რა აზრი არ აქვს რა. თეკლასთვის? ხო, ბაბუ, თეკლასთვის, სამავისთვის, კარგი შერახა მოგივიდა, ხო, ბაბუ, თეკლა. მე ჯერ მეტი არ უნდა მითხრა, იმ გოგოდან უნდა დაიწყო. თეკლადან? ხო. ყოდიში, ყოზე ბაბუ, ვერაფრით ვერ შემოვიდი, ნუნუ იყო შემოსული, ხო იცით? გამარჯობა, პაატა, როგორ ხარ? რა ვიცი, ელენე, რა არამიშა. რატო მეგრე პაატა? რატო და რა და ნაგვეჩი მივდივართ მე და პაატა და მეთქი გავიზომავ წნევას. იმიტომ რომ იქნება წამალი არ დავლი.
ბაბუ რა ნაკვეთი რის ნაკვეთი არ მოვდივარ ამ ნაკვეთში გაიგე რომ არ მოვდივარ რა მოდი ხარ ნახე როგორი სიმინდი მოიყვანოს წელს გადამრევს ეს კაცი რა ჯერ შემჭამა ცოლი მოიყვანო ეხლა სიმინდი მოიყვანო რა უნდა ცოლი მოიყვანო მე სიმინდი მოიყვანე ბატონო ჩუმად ხო ჩუმად გეტყვი გადამრევს ეს კაცი რა ჯერ შემჭამა ცოლი მოიყვანო ეხლა სიმინდი მოიყვანო ხო მაგრამ ეს დააკავშირე წარმოიდგინე ცოლი მოიყვანო მე სიმინდი ორას მოყვანა შეიძლება ასაკებია ხო უბრალოდ ორას მოყვანა შეიძლება ხო კარგი რა იყო რა მოგიბრ კოტე ბაბუ წნევა გაქვთ 180. აუ აგრონომის წნევა ქონია ბაბუ აგრონომის წნევა კი არა მოემზადე და ნაკვეთში წამომღები ბაბუ ელენე ბაბა არა ბაბუ არ მინდა ამ ნაკვეთში რახშის არ მოვდივარ გაიგე ჯერ ესეთი ვერ დავეტევით ორი ადამიანი იმ ნაკვეთში რახშის ელენე ერთი წუთი გოგიში და შენ გვეგიზომოთ არა წნევა კი არ გამიზობო რაღაც მაინტერესებს შენ ჭკვიანი გოგო ხარ და შევა მე და კითხო რა გავაკეთო იმისთვის როგორ მოვაწონო თავი ვეღარ გავიგე რა გავაკეთო თეკლას ხო თეკლას ელენე ხო ჰა რა ვქნა აი რა გავაკეთო არა და ელენე რას აღარ ვაკეთებ მისთვის რას როგორ არ ვცდილობ რომ თავი მოვაწონო იმ დღეს რაღაცა სამსახურში ვიყავით ერთად მე ხო კურიერი ვარ მან თეკლასთან სამსახურში და რაღაცაზე ლაპარაკში ჩამოვარდი და ინატყა რომ მჟავე მინდაო მჟავეო და მე როგორც კურიერი გავარდი ხო ხდები და უშოვე 1 კილოგრამი კომბოსტოს მჟავე ელენე ხრაშუნა თეკლას ხო წარმოიდგინე მოუტანე მაგრამ არაფერი რა აზრია გინდა მოგიტანე გინდა არაფერი აი მოქმედა ხო არ ვიცი რა ძალიან უცნაური გოგო ესე იგი მე რო ბიჭმა მომიტანოს 1 კილოგრამი მჟავე კომბოსტოს მწნი ხრაშუნა თანაც ხრაშუნა ალბათ ზედ გადავყვებოდი ეხლა ელენა შენ ევროპაში ხარ ნაცხოვრები და ბაბუ თოისამქია ელენე ერთი წუთი რა უნდა გითხრა აი ვერ ხვდები ელენე აი რა არ მოსწონს შემი ჩაცმა მაკლია თუ დახურვა ელენე ჰა აი შემოვხედი აბა დაიხურე მოიცადე აჰა აბა უფრო ჩაცმა ესე იგი ჩაცმა ხო ჩაცმა ვითო ხო გასაგებია ხო ჩაცმა ალბათ ხო აბა რა ვიცი ხო იცი რა აი ვერაფრით ვერ ხვდები როგორ არ უნდა მოგეწონოს ბიჭი რომელსაც 3 ზომით დიდი პერანგი აცვია რაღაც გაურკვეველი ყვავილები აქვს და რაღაც ზოლები მართალი ხარ ელენე მართალი ხარ იცი რა არის ელენე აი მაგაზე მეც ვიქრობდი და თეკლას ჩაცმასთან დაკავშირებით რაღაც თავისებური შეხედულება აქვს ხდები იმ დღეს უნდა გენახა სამსახურში რანაირი პიჯაკი ეცვა რაღაცა წითელი პიჯაკია ეგ საყელოზე ვარდებით გაგიჟდებოდი რო გენახა მოკლედ ეს ხო უკვე არა ხო რა არაფერი არ პატა მივდივარ მაღაზიაში საყიდლებზე წამომყევი პატა ისე გამოკბრანჭავ რომ ვერც ერთმა ბიჭმა ვერ გაჯობოს და თეკლე დაეცემა აუ დიდი მადლობა ელენე დიდი მადლობა ძალიან მაგარია ხო რა ვიცი ელენე მეც მაგას ვფიქრობ ჩაცმა ალბათ ელენე თორე რა ეხლა აი რა ვიცი მე მგონი ფიზიკურად ცუდი ბიჭი არა ვარ ხო ნუ ხა რაღაც კორექტივებს შევიტანდი გასაგებია ხო მაინც თავიანობაში რა ვიცი ხო და ამას გამოვიგე ხო კარგი წამოვიღებ ხო კარგი ხო მანდ მიაყუდე და გავედი თელე დამიჟერე გავედი გამარჯობა თეკლა ერისთავი სასიამოვნო ვიფიქრე კარი ხო არ შემეშალა თქო და ეს ბინა რა ნომერია ეს ბინა 26 დიახ ეს არის და ხო 26 ადვილად დავიმახსოვრე მეც 26 წლის ვარ და დიახ ეს ბინა უნდა დამეთვალიერებინა და თქვენ გადმოდიხართ აქ? დიახ მე გადმოვდივარ სასიამოვნო მაღალჭერიანი ბინა ანუ ჩემს მაღალი გოგოსთვის მაღალი არ ჩანს მაგრამ ნუ მაინც მაღალჭერიანად ითვლება
ძალიან გიხდებათ ეს საყურე. რაიმე დიდი მადლობა, ის მეც მაგას ვეუბნები ძალიან მიხდება მეთქი და არ მიჭერებს. მე ხმა სამსახურში რომ არ მეჩქარებოდეს იმდენ რამეს მოგიყვებოდით ამ ფინაზე. თქვენამდე აქ ცხოვრობ და ძალიან ცნობილი მწერალი. რომელი მწერალი? რომელი და გუგა აი ეს მწერალი. ხო ისეთი კანონზომიერება დავინახე. ესე იგი მოგიყვებით, ესე იგი ადრე აქ ცხოვრობდა თავიდან ძალიან სიმპათიური მამაკაცი ყოფილა და მე ვინც ცხოვრობდა ის იმაზე უფრო სიმპათიური ყოფილა და შემდეგ კიდე უფრო სიმპათიური ეს გუგა და ახლა თქვენ სამსახურში გაგვიანდებათ. ხო მაგვიანდება და რა უნდა მეკითხა მე რა საკმაოდ დააინტერესებს რამდენი წლის ხარ ხო ვიცი საკმაოდ დააინტერესებს რა ვიცი და 19-ის? ხო, კარგი. არა უშავ. სოს ახმარწველმა. მოვიდა. ეს სხვადასხვა ძალიან კარგი корпуსია. აქვე ბარია საღამობით შეგიძლიათ მეზობლებთან ერთად ჩახვიდეთ. თუმცა ჩემ გარდა არავის იცნობთ. კი ბატონო. მალე დავბრუნდები სამსახურიდან დროებით. ნახვამდის. ჰალო. ბატონო ზაურ გამარჯობა. დიახ მე ვარ. ვინის სანახავად მოვედი და დიახ აქ ვარ. გააქირავეთ უკვე. კარგი, არ არის პრობლემა. კარგით, დიდი მადლობა. ნახვამდის. არ გეტყვით კი სადგუშაო. კი, ატივს გცემ კი. არ გეტყვი. რატო დალეწავ, ვერ გავიგე. არა, ვიცი რომ არ დაგიშვეს. გენაცვალე მომაქცევ ყურადღებას თუ მიჯდეთ ილამდეს. კარგი, წავედი. მოგენაცვალე. უფროსი მეძახის. კი, კაცია. ვინ არის? დალეწავ და რა ვქნა ახლა. უკაცრავ, გამარჯობა. თქვენ ახალი ხარ? კი, 2 დღე არაც ვმუშაობ. 2 არა, 3 შე. შევკვეთავთ? რა ვიცი, თუ კაბინეტებაში არ ჩამომართვეთ? კალამს მოვიტან და ეხლავე მოვა. ხო, აქ. გისმენთ? ერთი ხაჭაპური თუ შეიძლება. ხო. ერთი ხო? ხო. ერთი ხაჭაპური. მოდა, აი, მოვედი. როგორც თქვენ მოგიტანე $8000 დაითვალე. რა თქმა დათვა შემოწანი გენაცვალე ხა შენ თუ მეც ჩაყრიდი თორე ხა დაკლები და მაკლებ რა მე. უკაცრავად ვისკი თქვენ შევკვეთეთ? ჩვენ არა შენ. აბა ვინ შევკვეთა? დედა რა. ეს და არ გინდათ რომ შევკვეთოთ? შეებოლებით, მაგრამ იცით სამსახურში მივდივარ და უკაცრავად. კარგი. ალო. დიახ მე ვარ. კი? დიახ? რა? აი, რა მოხდა? კარგი. გასაგები. კარგით მაშინ მოვალ და წამოვიღებ ჩემს ნივთებს. კარგით, მადლობთ. მადლობა რა. სტომატოლოგიური კლინიკა უქმდება და სამსახურიდან გიშევთ. ნუ არ იცოდი შემდეგ. მოიცა შენ რა იცოდი? ხო, რეორგანიზაციაო ინვესტორები მოდიანო რაღაცა მეც გამოგიშვეს. შენც გამოგიშვეს? ხო. მოიცა გამოგიშვეს, ნოდარ და ასე მშვიდად ხარ? აი, ჩემ თავს ფეცი პატები თორე რო გავიგე გამოგიშვეს პირველი სართულიდან აწყებული მეშვიდეთი დამთავრებული რუავედის შავი დღე ვაყარებს უყელას გავლად სადმიგან ჩულუ ეკაჭაპური მოდი აქ ჩემია. ვისთან მიქონდა იქ? იმათთან კი არ მიმქონდა, უნდა მეკითხა თქვენი ხომ არ არის თქო. მადლობა რომ შევამჩნიეთ. აი, მე ისე უკაცრავ. მე იმ დისკს გამოუჩნდა პატრონი? კი, მოაკითხეს. გნებობთ თქვენ? არა. მე ერთი კათხალუდი თუ შეიძლება. ალო? გისმენთ?
რა ნომრიდან მირეკავ? იმიტომ გითიშავ, რომ არ ცალია. კარგი, გისმენ ხო? ერთი კათხალური თუ შეიძლება. თქვენ არა უკაცრავ. ხელი რატო გტკივა? რა დალეწე? კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? არა, გამაგებინე, მე რა შუაში ვარ? მე რა შუაში ვარ? მე რა შუაში? ხო, ან ეს რა შუაშია? კარგი, მოყევ. მიდი, გისმა. შვილო, ეს ერთი ხაჭაპური დაჭერით თუ ააწყე სხვადასხვა და კარგი, შეიხვი. არ გაგირთულდება. ნუ ნერვიულო. უკაცრავად. საუბრობდით ჩვენ და რა ვიცი აბა. საუბრობენ ახლა აქ და რა ვიცი აბა. კარგი. შეიხვი, ნუ ნერვიულო. როდა? რა უკრა დახმა ჩვენ სამსახურზე, ნუ ნერვიულობ, გედაცალე, ვიფიქრე, მე ყველაფერი ბიზნესი უნდა დავიწყო. აგერ მე ჩამოვალ $100 მაქვს, შენ ცისობე ცოტა დავიწყოთ ნები. რა უნდა ვიშო, ნუ და რა გქონდა დანაზოგი, ყველაფერი შენ გასესხება. მე გასწავლე გენაცალე, დაურეკე წოიწეს, ეგეც განთავისუფლეს. ჯერ არ იცის იმ უბედურმა და სანამ გაიგებს უთხარი, ფული მას ესხეთქო, შავი დღისთვის ექნება გადანახული და მიჯერი ამართლებს. ნო და რა დაურეკო არა ის მოიგონებ ხოლმე. ანგარიში თუ შეიძლება რა. კი. რა ვიცი რა. არა თუ არ არის საკადრო სიბეცე, ახლა იმისგანა ნიჭიერი კაცის გაშვება იქნებოდა სამსახური და აბა მადლობა ნუ და რა. რა მადლობა გათო ჩემ თავზე ვამბობ. ისა, ანგარიშიო, თქვენ მითხარით ხო? რაიმე, კი, ჩვენ გითხარით, კი. კი, ეხლა მოწა. ალო. ხო, მოვდივარ, გზაში ვარ უკვე. კარგი. შენ უნდა დამპატიჟო გენაცალე, მე უმუშევარი კაცი ვარ. მეც უმუშევარი ვარ, ნოდა. რა ვიცი, გენაცალე, ამ ფუტკი აპრანტალე პაკეტი კიდე უმუშევარი. ელენე, აი ესენი შევარჩიე და აბანახე შენს. მე მგონი არ არის ცუდი, ხო? კარგი, ახლა ეს სადმე ცალკე დადე და დანარჩენებიდან ავარ. კარგი. აბა? აი, პატა შავგვრემანი ხარ? ხო. უნდა მოგიხდეს ღია ფერი. ხო, ჩვენი შავგვრემანები საერთოდ ხო ეშხიანები ვართ და ალბათ ხო. რა ვიცი, ხო მეც ძალიან კარგი მოდელია. ეს კოლექცია შექმნილია თავდაჯერებული და ქარიზმატული მამაკაცისთვის, რომელსაც არ ეშინია სირთულეების და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. ვა, იცოდით რომ მე მოვიდოდი? კარგი, მოდი. გავისინჯო ახლა მაგას. რა, ახოთ. აჰა. პატა, როგორ გიხდება, რა ელეგანტური ხარ, რა შარმი, რა ბიჭი ხარ, პატა, რა სიმპათიური. ისა, ელენე, მე შენ გიყურებ როგორც საკუთარ დას და თეკლა. ხო, აღთოვანდება, ვითომ აღთოვანდება, აჰა. აღთოვანდება, ჭკუიდან შეიშლება, გაგიჟდება. არა, ხა ელენე, ისეც მოვიზავთ რომ ადამიანმა საერთოდ ხო, ეგრეც არ მინდა. კარგი, ახლა ამისთვის უნდა ავარჩიოთ პერანგი და ფეხსაცმელი. კი ბატონო. რა სიტყვა, როგორია? როგორია, მიხდება, მოგწონში რა იყო, რა გაშტერებული მიყურებ, რაღაცა მითხარი, ხმა მოიღე. რა ხის, ელენე, შეხედე, გამოვშტებე, ეს ისე მიხდება, ეთყობა ეს პიჯაკი ნახე. ელენე, იცი რა არის? მე ხლა კურიერი კი არა. კურიერი წამყვანი ვალ ელენე, აი, ეს არის შენი სტილი. კი, ხო, ნამდვილად ეთყო. ისა, ელენე, რა ვიცი, სტილი ხო შევიცვალო მაინც, რატო, პატა? რატო, აბა რა არის, ეს ვერ გავიგე, ფასია თუ გამოშვების თარიღი, რა არის? რა ამბავია, ვერ გავიგე, რა არის? ფასია, ეგ ფასი. ხო, რა ვიცი, აბა რა ამბავია, ვერ გავიგე. გოგონი, ერთი წუთით რა, რაღაც უნდა გითხოთ რა. გოგონი, რა მაინტერესებს თქვენ წინა საახალწლო ფასდაკლებები არ გააქვთ? არა, რა დრო წინა საახალწლო ფასდაკლება არა. ხო, თუმცა ხო და ისა რა ქვია. წინა სასუცაკისე? იცით
რა არის? კარგია, მაგრამ ცოტა სტილია სხვა, იცით, ისე მომწონს, ცუდი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ვერა. არა, ვყიდულობთ, შეგვიფუთეთ თუ შეიძლება. აი, ელენე, არ გამოვა, ელენე, ახლა არ მოხსამდენი თანხა და არ მინდა რა, ელენე. იცი რა, მე ლაშას გამოვართვი ბარად, იმითი ვიყიდო და მე შენ დაუბრუნე. უი, ხო, რა კარგი, ხო და მე ლაშა არ გაბრაზდება? რა უნდა გაბრაზდე? თუმცა ხო, სუქნები ხო კეთილები არიან. ხო, ელენე, ხო. ნახე როგორი ორიგინალური ცხვირი აქვს, ა? კარგი, ელენე, მე კიდე ორიგინალური ცხვირი მინდა. აი, ინებეთ თქვენი პიჯაკი მშვიდობაში და ბედნიერებაში. დაცოლის მოყვანაში. კარგი. დიდი მადლობა, კარგი. ისა, ელენე. უცებ მეფეს ვიღაცამ თავზე გადმოაყარა ზემოდან მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიც. შეჩერდა ჯარიც. რაო, რატო გამოგიშვითო? მე ვიკითხები თუ მან წერია ეგ. შენი რიცხვი. რა ვიცი, ნიკა, რატო გამოგიშვითო? რაღაც რეორგანიზაცია არისო, ეს არისო, ის არისო და რა ვიცი, არა და ვფიქრობდი მეთქი რაღაცა ფინანსურად ფეხზე დავდგები. თან დანაზოგი რაც ხოლმე ყველაფერი ავდექი და ნოდას ვასესხე. კიდევ კარგი, ნიკა, რომ ბარაძე რაღაცა მაგ დარჩენილი ელენემ რო წაიღო იმ ბარათზე. კიდევ ფიზიაში. იცი რა მოვიფიქრე, საერთოდ სამსახურს იშოვი. ჩემი მათემატიკის დავალებები დამეწერე და ყოველდღე 5 ლარს გადაგიხდი. და 5 ლარს გადაგიხდი. არა, შეიძლება ცოტა, მაგრამ თუ კანს ნიშნებს დამეწერე, ბონუსებიც გექნება. კიდევ მაიმუნობა და წაიკითხე ქლიავები გადააყარაო თუ რაღაც, რა ვიცი. რა ვიცი, შენ მაინც დაფიქრდი. გაჩერდი რა, მითხარი რა ქენი, იყავით ცირკში შენ და მამაში. კი. ხო. რა უმე? მოგეწონა? მამა ჩემს არა. რატო? იმიტომ რომ ის გოგო არ იყო, ფეხი უტკენია და მე კიდე კლაუნზე ვიცინე ბევრი. მოიჭედე, აბა წინაზე არ გითხოვს კლაუნზე ვიცინეო. დღეს ფხიზელი იყო და როგორ ხარ? როგორ ვარ და? კარგად, მე კარგად კი არა, ძალიან კარგად ვარ. ნიკა, აბარაშები, მეცადნიო, ერეკლებები და ინკივო გალიხედა, ნიკა, ესე იგი ეს გოგო ხეზიას ვარ. მე კიდე ბარში უნდა ჩავიდე. ესე იგი გამოვიცილე, გამოვიპრაჭები და წავა. თეკლა. მე ვიგახტილაში. ხო, შენ გეძახდი. თეკლა. ვინ არის? ეს გვერდით გუგარო ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად, გადმოვიდა ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი. დღეს სადარბაზოში ვისაუბრეთ, კაი ტიპია ძალიან. კაი ტიპია ძალიან? აჰა. და ბარში დაპატიჟა უკვე მაგ კაი ტიპმა ძალიან? დარწმუნებული არ ვარ დამპატიაში თუ არა, მაგრამ მაინც მინდა ყოველი შემთხვევაში ის კარგად გამოვიყურებოდი, რომ შემოვიდა წავედი მე. რა უნდა ელაპარაკოს ნამს, მითხარი, რა უნდა? გამოახლავე ხიდან და ბოდიში მოიხადე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება. მოვედი. ელენე, მითხარი ხლა, ბევრი რაღაცები იყიდე იმ ბარათით? ხო, ჩემთვის საერთოდ არაფერი არ მიყიდია. მართლა, ძალიან კარგი. აი ეგ არის ძალიან კარგი, როგორ გამაყარე, არის შენელი. პატა გაახე. პატა გავახე. ეს პატა? ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყოს, განასპარსულქით თავზე დაიხურავდა. რა სპარსული, ბავშვი, სულთა იტალიურია, შეხედე, რა სპარსული. ეს ლაპარაკი. მათემატიკა დაწერე. დაჯიგი პატა, დაჯიგი რა და დადიხარ ესე რა. ხო, არა, მართალი ხარ, რა ვიცი, აბა. არა იყოს მაინც ფერზე ვიტკები. ლაშა, რა უნდა კითხოში? ხო. სად არის თეკლა? თეკლა ზემოთ არის იბრანჭება. კი, იბრანჭება. სიმპათიური ბიჭი დავინახე სადარბაზოშიო და ასულია ზემოთ და იბრანჭება. ვა, ელენე.
გაიგე რა თქვა შამ სიმპათიური ბიჭი დავინახეო სადარბაზოში და იპრანჭება თურმე და საიდან როდის დამინახა კაცო ვერავიგე როდის დამინახა შენ არა პატა შენ არა გუგას და ცხოვრობდა იქ თურმე გადმოსულა ვიღაც სიმპათიური ბიჭი და ზევითავი და ახლა იპრანჭება რა მითხარი სიმპათიური ბიჭი გადმოვიდა ვიღაც და თეკლას მოიწონა ლაშა რა ვიცი ახლა სიმპათიური ბიჭი გადმოვიდაო და თვითონ ავიდა წავიდა გაზევით გამოვიპრანჭებიო და ახლა მოეწონა თუ არა შენ თვითონ მიხვდი აბა უყურე ეს მეუბნება ახლა ესე იგი ვიღაცა სიმპათიური ბიჭი გადმოსულა ესე იგი უყურე ახლა რაც მეუბნები ლაშა შენ და ესე იგი ჩემსა და თეკლას შორის ესე ჩასაკლდა დასაკლდა შუაში და უნდა იყოს ახლა ეგრე მურადის ეკალივით არა ჰა მურადის არა მურმანის ეკალივით კარგი ლაშა კარგი შეძლე რა მნიშვნელობა აქვს მურადია თუ მურმანი ეკალია რა მნიშვნელობა მე გავარი მიდი გავარი ხო გავარი რა გავარჯო შეიძლება მოგზანდი მე ახალი მეზობელი გახლავარ ასე ვთქვათ ბატონო ახალი მეზობელი ვარ თქვენი აჰა ხმადაბლა ხომარ ვლაპარაკო არის მეზობელი დიახ რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაძე ლაშა ფრიდონ თასია მომწონს ჩემს დადომ გახარ გარეთ მადლობთ ხო შვანგირაძე ალბათონო რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი ფრიდონ შვანგირაძე ჩემს ელენე სასიამოვნოა გამარჯობა ბიჭიკო არა ნიკა ნიკოლოზი თქვენი ბიჭი არა თქვენ სოლქმარი ხარ სოლქმარი მზანდებით შენ არა სოლქმ დაბრძანდით ბატონ ფრიდონ ბატონ გახართ მოგზანდით თქვენ ესე იგი თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც გადმოვიდა ჩვენს კარის მეზობლად ხო დღეს გადმოვედი ცენტრში გარეუბნიდან სახიობით ბრძანდებით რა თქმა უნდა 1976 წლიდან 1985 წლამდე მოღვაწეობდი ოზურგეთის დრამატულ თეატრში. დიახ, შემდგომ ამისა ესე იგი 85-დან 91-მდე საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დიახ. შემდეგ მქონდა ასე ვთქვათ შემოქმედებითი პაუზა და აი 2002 წლიდან გახლავართ ბორჯომის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი ზოგიერთი როლი. მაგალითად კერძევაძის ყოყოჩებში პედიატრი შევასრულე ჩემო ბატონო. ფლუგერის ტყუილის თქმადვილიაში ბესარიონი. არა. კარგი, ისევ კერძევაძე. ისევ კერძევაძე ჩემო ბატონო ომის ხიბლში მამუკა ომის ხიბლში და როლი რომელმაც მე ასე ვთქვათ აღიარება და აღმოსავლეთ საქართველოს თეატრალური ფესტივალის გრან-პრი უმაღლესი ჯილდო ვერცხლის ნაბადი მომიტანა არკადი გროცკი ჯემალ ვერულეიშვილის პიესიდან მე არკადი და 2 წუთი. დიახ, რატომ ვილაპარაკე ახლა ამდენი? დიახ. ჩაკუჩი არ გარ. არა და გამიფიქრა და კი ახლა ჩაკუჩი როგორ გვაკას 2 წუთი და დაგიბრუნე. კი. რას ვაკეთებ ლაშა და მაინტერესებს ერთი თეკლამ როდის რანაირად საიდან რა რაკურსი შეხედა კაცო ჩაი ხო არ მიირთმევთ სიამოვნებით ჩემო ბატონო მაგრამ მოგვიანებით
ახლა გასაკეთებელი მაქვს. ჩაკუჩი. ხო, ჩაკუჩი თუ შეიძლება. აი, ჩაკუჩი. ინებეთ. მადლობა. მადლობა. ორ წუთში დაგიბრუნებთ. არა, არ არის საშქარო, როცა დიახ, კი ბატონო. ნუ გამაგიჟეთ ეკლა როგორ რა რითინჯობია ეს კაცი ელენები პასუხი რითინჯობია ეს კაცი ელენები რითინჯობია ალბათ რითია იცი მეტი ალბათ ასაკით პატ კარგი ახლა შენს ნუ გამაგიჟებ ერთი არა უშავს არინერ რომ შენ გქონია შანსი თეკლას და მოგო 25 წლის რა გაჩერდი ეხოწები რა გავაკეთო აღარ ვიცი ამ ტანსაცმელს კარგი ტანსაცმელს შემოვიხევდი მაგრამ როგორ შემოვიხივ ამდენი ფული მაქვს შემული პატა მივხვდი რატომ არ გაქცევს თეკლა ყურადღებას ბაბუა შენი მოწონს რა ხდება ავსენი თეკლა მოდი ერთი წუთი აქ მოდი ჩვენი კარის მეზობელი იყო შემოსული მაგარი ტიპი ძალიან რას ვიტყვით და დაგცინებთ რატო გავცინე თეკლა როგორ ახარ თეკლა კარგად აბა მე რა გითხრა ნორმალურად მითხარი არ ვიცი ეთყობა შენი ნახვა უნდა მაგრამ ჩაკუჩი მოიმიზეზა თეკლა ჩაკუჩი მართლა კი თეკლა როგორ ახარ თეკლა კარგად მე კიდე რა მითხარი რა ვიცი ხა მე კიდე რა გითხრე ხა მე კიდე რაო რა ვიცი შემოვალო ამ ჩაკუჩას შემოგიდათ 2 წუთშიო და არ ვიცი თეკლა როგორ ხარ თეკლა კარგად გამოიყურები პატა ისე კარგად გამოიყურები ნუ ჩოდა კარგად გამოიყურები ეხოწები ნორმალურად რა იროში ელენე მე მგონი რაღაცა შეგვეშალა იმიტომ რომ ლაშაზე იმოქმედა ამან გაიგე კარგი ისა ელენე შენ მითხარი გეხოწები შენი აზრი მაინტერესებს როგორი ბიჭია იცი რა თეკლა მე სხვა თაობა ვარ ნუნუ კითხე და ის გეტყვის კარგი ელენე რა ის ლაშა მითხა კიდე შემოვაო ჩაკუც შემოიტანო და რაღაცა პატარა სუფრასავით ხო არ დავახვეთ რომ შავოს კი თეკლა გაუშალე სუფრა და ის მიუტანე რა ქვია კისელი და ჩაის ჩამბალი პური აჭამდა თეკლა და შენი ასაკის არის ახლა ის ნუ ახლა ჩემი ასაკის არ ვიცი მაგრამ ისე ხო დიდი შეხედულება კი შეხედულებაც და ორგანიზმი აი თქვენი ჩაკუჩი კარგი ჩაკუჩი ძალიან კარგი ჩაკუჩი კი პატარა და მშავა შეხედე ამაში როგორ გამცვალეს რაღაცა ხო არ შეგვობს თქვენ ჩაკუჩი გამოგატანათ თუ რესპუბლიკის კულტურის გამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაძე ჩემოგატანა და თქვენ ხართ ის სიმპათიური ბიჭი ბიჭი არა მაგრამ ახლა თეკლა ეს არა კარგი და არაფერი ისა ძალიან დიდი მადლობა ჩაკუჩის თუ რამე დაგჭირეთ კიდევ შემოიარეთ ლურსმანი რა თქმა უნდა ჩაკუჩი ჩვენ ახლა მეზობლები ვართ და შემოგირვენთ ხოლმე კი რა პრობლემაა კი ბატონო ხშირად შემოიარეთ ბატონო მოიცა თეკლა ეს ის არ არის ბიჭი კარგი ლაშა კარგი რა ხდება თეკლა არ არის ეს რა ის არ არის კარგი კარგი ნუნარიულა ბოდი ჩემი გუჩის პიზარი მოგატყო არ ყოფილა გადარჩი რა გინდა გადავში ხო მაგრამ რა იყო ლაშა ერთხელ მაინც შემოიხედა ერთხელ ვისთვის დავხარჯე ამდენი ფული ამ ტანსაცმელში ვერ გავიგე თელი დღე დავდივარ ტანსაცმელზე რაში დავხარჯე ამდენი ფული რაში დახარჯე მართლა ამდენი ფული რა გინდოდა ახლა ამდენი ფული თუ გქონდა რა დასხარჯე სად გქონდა ლაშა მე შენ კაიტები ხარ მე სად გქონდა ფული ელენეს რო ქონდა დამღებული შენი ბარათი იმით ვიყიდეთ რა რაღაცები და მე მაგდენი ფული ჰასტუხზე მე დავამატე კიდე და იქ აღარ დარჩა ბარაზე არაფერი და ჰასტუხი ჩემი ფული ხო აბა რა გვიხდი ო რაშა არა უშავს გადაგიხდინ ელენა მაგრამ ერთხელ შემოიხედა ერთხელ ორჯერ შემოიხედა სამჯერ რა იყო რა მოხდებოდა ვერ გავიგე კარგი მე გადაგიხდინ ელენა ხო ნე აი რა უბარად ნიგა შენ მათემატიკაზე რაღაც რამდენი
ვინმესთანაც ვიყავი შემოსული და უთხარი. გაარკვია მეთქი ვთხოვე. ვინ არის? ვიგარ მოვიდა? ხო უნდა ვიცოდეთ. ხო. იქნება რა წასული აქვს ლაშა. კი, ხო. რა კი ხო და თავს მიქრე მომისმინე კარგად. გიცმენ, ბიჭო, რო გიცმენ, მე ზავაულებრო თავის მეკნევინება ეს. ლაშა, ჩვენ ერთ ოჯახით ვცხოვრობ და უნდა ვიცოდეთ აქ ვინ არის. იქნებ ვინ არის ლაშა. აი, მოდის, აი ეს არის, ნუ ბიჭო, აი ეს არის. აი მოდის. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით გადროხიდან? კიბეებით ამოდიოდი. ვარჯიში ხო ერთგვარი? კი, არის ვარჯიში. გაიცანით ეს კალბატონი ნუნუა, ჩვენი корпуსის თავმჯდომარე. არტისტი შვაგირაძე ჩამატი. კი, შეიძლება მე. კი. სახები ბრძანდებით არა? კი, სახები. ნათამაშები აქვს როლები, ყოჩები, რა ვიცი, კიდე ბევრი სამი გარეთ რატომ გახარ? ჩემო ბრძანდი. არა, იყოს გმადლობთ. ხო, მაშინ მე შევალ უკაცრავად ხო? კი, ბატონო, კი, ბატონო, მოგეკითხა. აი, ეს არის მოგიწო რო გეუბნებოდ. ლაშა. ეს კაცი საიდან ხაზმეცნობა? ოღოჩები ალბათ ან რა ვიცი ნაბადია ვერცხლის ნაბადი ჩააქარებ რა ვიცი ამ ეს ოღოჩები